გავაგრძელოთ მუშაობა, ვიწყებთ კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია. კოლეგებო, ერთი მინდა გითხრათ, სანამ დავამტკიცებთ დღის წესრიგს, რომ პირველი საკითხი, რომელიც რეგიონალური კომიტეტიდან იყო წარმოდგენილი, გაიწვიეს უკან და ამიტომ ამ საკითხს არ ვიხილავთ. ხო, რატომ ალბათ ჯობია მათ გითხოთ. ხო, დანარჩენი საკითხები რჩება და გთხოვთ დაგვიდასტუროთ კენჭისყრით. მადლობა. პირველი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი გაკაურძე. დიდი მადლობა. ეს შედარებით ტექნიკური საკითხია. ბიუჯეტის თამდევი კანონპროექტი გახლავთ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილება. მოგეხსენებათ ჩაშან ჩვენ შევცვალეთ დღგ-ს განაწილების ამბავი და 1%-ით მეტი მიდის მუნიციპალიტეტებში ვიდრე მანამდე მიდიოდა, ანუ 19-ის ნაცვლად 20%-ზე ავწიეთ და გარდამავალი პერიოდიც გავახანგძლივეთ. ამ შემთხვევაშიც არის 26 წლამდეც იგივენაირი ფორმულით რომ დავითვალოთ 26 წლის ბიუჯეტი, ეს საკითხია შემოტანილი, ანუ გარდამავალი პერიოდის გაგრძელება არის 2026 წლამდე. თუმცა მოგახსენეთ მაგაზე, თუმცა მათ არის ერთი იურიდიული კომიტეტს არა უგაცავად დეპარტამენტს ქონდა შენიშვნა რომ წლამდე რო წერიაო არ იკითხებაო კარგათო და ვფიქრობთ რომ შეიძლება დაიწეროს 2026 წლის ჩათვლით და ამ შემთხვევაში ტექნიკურადაც გასწორებული იქნება და ამ ცვლილებას მეორე მოსმენისთვის უკვე შეთანხმებულ იურიდიულ დეპარტამენტთან წარმოგიდგენთ. შეკითხვები. გთხოვთ. ბატონო გიორგი, კარგია, ეს კარგი იყო რომ გავგზავნეთ წინა წელიწად და როგორც გავიგე, ვადაა გასაგრძელებელი თუ არა, ისევე 20-ით შევა, ხო? მაგრამ ეხლა რა არის, იცი? მე არ ვიყავი სამწუხაროდ ავადმყოფობის გამო წინა განხილვაზე ბიუჯეტ და აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი იქნება ან თუ დავავალებთ რაღაცა რეგიონებს რომ განახორციელოს და წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რაც ყოველწლიურად კეთდება ინფრასტრუქტურული პროექტები რაიონებში და რატო? ყოველი ინფრასტრუქტურული გზები იქნება ეს თუ განათებები იქნება და თუნდაც სკვერები იქნება, ეს ითხოვს ყოველწლიურად გაცილებით მეტ ხარჯებს. თუ მას ფაქტიურად ეხლა ძალიან ბევრ რაიონში იმდენად მაღალია ეს ხარჯები, რასაც აი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგად მოყვება ყოველწლიურად, რომ მას ფაქტიურად რესურსი, რომ რამე ახალი კიდევ განახორციელოთ, მალე არ ექნება. ამიტომ დენი მეტი მიდის, წყალმომარაგება, წყალი ჭირდება, გზა გააკეთე და იმას ნაგვის ურნები უნდა, ასევე მისვლა უნდა, ბენზინი, აი ძალიან იზრდება ყოველივე ეს. ამიტომ ჩვენ თუ ასე გავაგზავნეთ და პარალელურად არ მივყევით ზრდას, ეს ზრდა იქნება პირდაპირ დღგ-ს ზრდის ხარჯზე თუ სხვა დოტაციების მიცემა, წარმოუდგენელი რამოდენიმე წელში ჩვენ ფაქტიურად ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღარ დარჩება რაიონებს რესურსი განახორციელოთ. ამაზე თუ მუშაობ და რას ვაპირებთ? კარგი ეს რომ შარშან მოუმატებთ, მაგრამ რაღაც პროცენტულად შეიძლება წელსაც გავგეკეთებინა იგივე, რომ სტაბილური შემოსავალი კონდეს რეგიონს. ამ შემთხვევაში მე მივალთ იმაზე, რომ ჩვენ ვაფერს ვერ გავაკეთებთ გარდა ხელფასების დარიგებისა რეგიონებში. მადლობა. სხვა შეკითხვები თუ არის? სხვა შეკითხვები არ არის? გთხოვთ ბატონო. ეს საკითხი არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ზოგადად გეთანხმებით, რომ ხარჯების ზრდა ახლა პროექტებს ყოველ შემთხვევაში უკავშირდება, თუმცა ჩვენ თუ ნახავთ არა მარტო პროექტებს 10%-იანი ზრდაც არის. ხო, კი, თუმცა ჩვენ თუ შევხედავთ დღგ-ს ნაწილს, დღგ-ს სწორედ იქნა მაშინ იმიტომ შერჩეული, რომ ეს არ არის ნომინალურად გამოხატულებაში ერთი ციფრი, ეს ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება და თუნდაც იგივე პროცენტი 20% რომ მიდის მუნიციპალიტეტებში, 20% ყოველწლიურად მზარდია, ხო? ანუ პროცენტული წილი 20% მიდის, თუმცა ნომინალურ გამოხატულებაში ეს ნახა მუდმივად მზარდია. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯეროთ ისევ დღგ-ს ნაწილში ან სხვა გადასახადის სხვა წყაროდან გარკვეული თანხის დატოვების მუნიციპალიტეტში, თუმცა აქ მივიდივართ ისევ ბიუჯეტზე, კონკრეტული წლის ბიუჯეტზე, გავიაროთ სად მოვაკლოთ, რა შეიძლება მოვაკლოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში და ისე უნდა გადავიტანოთ თანხა მუნიციპალურ ბიუჯეტებში. ხო, საბოლოო ჯამში გადასახადები ერთი გვაქვს, ერთი ჯამია და ამ ჯამს როგორ გავანაწილებთ და რაც მეც გადავიტანთ მუნიციპალიტეტში, აქეთ უნდა
და სადღაც შევთანხმდეთ, რომ სად უნდა მოვაგდეს და ეს შეთანხმება ჩვენ ხელშია გავიაროთ, სად შეიძლება სათხედავთ ამ რესურსს და ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ უფრო მეტი წილი დარჩეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში. საბოლოო ჯამში გრძელვადიანში მეც მომხრევა რომ მუნიციპალიტეტებში მეტი შემოსავალი დარჩეს და ადგილზე გააკეთონ მათ თავიანთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ და არ იყოს აქედან დოტაციები მუდმივად საჭირო. კარგი, მაშინ ხარი დაუჭირო თუ სხვა შეკითხვები არ არის. მადლობთ. შემდეგი საკითხიც თქვენია ბატონო გიორგი. საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი კანონპროექტის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. დიდი მადლობა. ეს საკითხიც შედარებით ტექნიკურია. კერძოდ საკითხი ეხება რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ჯარიმების საკითხს. ზოგადად კანონი თავიდან განისაზღვრა რომ იყო 20 კილომეტრ რადიუსში, სადაც შეიძლებოდა საზღვართან 20 კილომეტრის რადიუსში რიგების მართვის ელექტრონული სისტემის ფარგლებში რაც იყო მოწყობილი ავტოსადგომები, იქ ხდებოდა ჯარიმა 500 ლარიანი ჯარიმა აქცესების დარღვევისათვის. თუმცა კანონის ამოქმედების შემდგომ უკვე 2023 წლის შემდგომ მოხდა ის რომ თუნდაც ყაზბეგის მიმართულება ერთი სადაც ეს ვითარება დადგა 20 კილომეტრიან რადიუსში ვერ მოხერხდა ავტოსადგომის მშენებლობა და არის 20 კილომეტრზე ცოტა მეტი 25 კილომეტრამდეა დაახლოებით. შესაბამისად ეს ჯარიმა იმ ავტოსადგომზე არ ვრცელდება. თუმცა ზოგადად ავტოსადგომის მოწყობის წესებს არეგულირებს თავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტი, სადაც განსაზღვრულია უკვე როგორ უნდა მოეწყოს სისტემა, როგორ უნდა იფუნქციონიროს, სად უნდა მოეწყოს და სწორედ ამ რეგლამენტზე გვინდა რომ გადავიდეს ის რადიუსი, კონკრეტული რადიუსი აღარ ეწეროს კანონში და ეწეროს იმ რეგლამენტის მიხედვით დადგენილი ავტოსადგომი, ანუ გულისხმობ საზღვართან რიგის მართვის ელექტრონული სისტემის შემთხვევაში წესების დარღვევა რო იყოს მთავრობის დადგენილი რეგლამენტის შესაბამისად მოქმედ ავტოსადგომებზე და არა 20 კილომეტრიან რადიუსში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყაზბეგში 20 კილომეტრიან რადიუსში ვერ მოხერხდა ავტოსადგომის მშენებლობა და არის დაახლოებით 24 კილომეტრში. გასაგებია მე მგონი, ხო? შეკითხვა ხომ არ არის? კარგი, ხარი დაუჭიროთ მაშინ. მაშინ ჩვენ რადგან ბატონო ვახტანგს ეჩქარება საქართველოს თავრობის მიერ რატიფიცირებისათვის ამათ ჩვენ რეგიონალურ მაშინ წარბზანდით კი ბატონო. კარგი თუ გნებავთ საქართველოს თავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მეორე ოქმის ჩანაცვლების თაობაზე, რომელიც ეხება საქონლის წარმოშობის, ცნების განსაზღვრას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ერთობლივი კომიტეტის ნომერ 2025 გადაწყვეტილება. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი ერველაძე. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ რატიფიკაციისთვის საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების პროექტს, რომელსაც გასულ წელს 16 ივლისს მოეწერა ხელი. და აღნიშნული ოქმიერი წარმოდგენილი რატიფიკაციისთვის საქართველოს პანევრო ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონალური კონვენციის, ეგრეთ წოდებული PM-ის კონვენციის წევრი გახდათ 2017 წლიდან. შესაბამისად აღნიშნული კონვენციის ყოველი რედაქციული ცვლილების ამოქმედება ქვეყნებისთვის გარკვეული სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას მოითხოვს. აღნიშნული ცვლილება კონვენციის წევრ ქვეყნების წარმოშობის წესებში განხორციელდა 2023 წელს. შესაბამისად გამოწვეული არის ამ ცვლილებების ასახვა ასევე ორმხრივ შეთანხმებაში, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული იმ ქვეყნებთან, რომლებიც ასევე ამ კონვენციის წევრი არიან. აღნიშნული კონვენციის წევრობა იძლევა შესაძლებლობას დიაგონალური კუმულაციის. დიაგონალური კუმულაცია მოგეხსენებათ არის შემდეგი შესაძლებლობა, თუ
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობა და არის ამ კონვენციის წევრი, ასევე მეორე ქვეყანა და ასევე მესამე ქვეყანასთანაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იძლევა დიაგონალურ კუმულაციის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში წარმოშობილი პროდუქტი, ნედლეული, გამოყენებული მაგალითად საქართველოში მარტივი გადამუშავებით იქნება ჩათვლილი როგორც საქართველოში წარმოშობილი, შესაბამისად აღნიშნული ხელს უწყობს, რომ საქართველოში უფრო მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას და დააკმაყოფილოს წარმოშობა იმ პროდუქტებმა, რომელიც ძირითადად არა თურქეთთან მიმართებაში ეს გავრცელდება მხოლოდ ინდუსტრიულ პროდუქტებზე და არა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. რადგან თურქეთს აქვს თვითონ დათქმა გაკეთებული აღნიშნულ კონვენციის წევრი, როდესაც გახდა, რომ არ გაავრცელებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ძირითადი ცვლილებები, რომელიც არის მოცემული ამ ახალი პროექტით, ეს არის ბევრად მოქნილი არის და არჩევანის საშუალებას იძლევა სასაქონლო კოდის 4 დონეზე ცვლილების კრიტერიუმისა და 50%-იან ადვალურ კრიტერიუმებს შორის. მათ შორის მაშინ, როდესაც ძველი წესების მიხედვით ხშირად პროდუქციისთვის განსაზღვრულია კომბინირებული წესი ან ადვალური კრიტერიუმი, რომელიც უფრო მკაცრი გახდათ 25-30 და 40%-იანი გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებაში, ასევე ცვლილება შეეხო კუმულაციის პრინციპსაც და ალტერნატიული წესები დიაგონალურ კუმულაციასთან ერთად ითვალისწინებს დამატებით ეგრეთ წოდებულ სრულ კუმულაციას, რაც იძლევა ხელშეკრულებულ მხარეებში განხორციელებული გადამუშავების პროცესების შეჯამების შესაძლებლობას. ასევე გაიზარდა ტოლერანტობის წესით გათვალისწინებული ღირებულების ლიმიტი 10%-ის ნაცვლად იქნება 15%-იანი ზღვარი, გაუქმდა საბაჟო გადასახადის დაბრუნების და მისგან გათავისუფლების აკრძალვა, მაგრამ ეს არ ეხება ტექსტილის პროდუქციას, ასევე წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მხოლოდ ერთი სახის იქნება, ნაცვლად ევრო 1-ის და ევრო მედისა, ეხლა იქნება მხოლოდ ევრო 1, ასევე რაც მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვრა 10 თვით, ნაცვლად 4 თვის მოქმედების ვადა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს პროცედურებს და კონვენციის ახალი რედაქცია ასევე ითვალისწინებს წარმოშობის წესების ელექტრონულ ვერსიას, როგორც გაცემის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენის შემთხვევაში უშუალოდ ექსპორტიორის მიერ, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ბიზნეს პროცესს. ასევე წარმოდგენილი ცვლილება აუცილებელია, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და თურქეთთან დიაგონალურ კუმულაციის პრინციპი და უფრო მოქნილი მოთხოვნები მეტი არჩევანის საშუალებას მოგცემს პროდუქტების საქართველოში წარმოების, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენ თან უკვე ისარგებლა 2021 წელს შევიდა თურქეთთან დიაგონალურ კუმულაცია ძალაში, რითაც ისარგებლა ის ჩვენმა ექსპორტიორებმა საქართველოში წარმოებული პროდუქცია ეგეთი იყო, მაგალითად ტექსტილის ნაწარმი, რომელმაც 20 მილიონზე მეტით გაიზარდა და დააკმაყოფილა წარმოშობა ევროკავშირის ბაზარზე, გავიდა თურქული ნედლეულით ნაწარმოები ტექსტილის ნაწარმი და აღნიშნულ მიმართულებას ხელი შეუწყო ექსპორტის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვახორციელებთ გარკვეული კვლევა თუ რომელი პროდუქტებს შეეძლოთ ასევე აღნიშნული დიაგონალურ კუმულაციის პრინციპით სარგებლობა და საქართველოში დამატებითი ღირებულებით შექმნილი პროდუქციის შემდეგ ექსპორტზე გატანა. ესეთი პროდუქტები იყო ავეჯი, სამშენებლო პროდუქტი, პლასმასის ნაწარმი, ასევე ფოლადის ნაწარმი, ქაღალდის და მოყავოს წარმოება. შესაბამისად ჩვენ მქონდა აღნიშნული შეხვედრები ამ სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც გავაცანით ის შესაძლებლობები, რომელსაც წარმოებლებს აძლევს დიაგონალურ კუმულაციის პრინციპი, რომ თურქეთიდან შემოიტანონ ნედლეული და აღნიშნული სექტორებში ნაწარმოები პროდუქტი შემდეგ მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე, როგორც საქართველოში ნაწარმოები. ეს ხო მოკლედ რაც მინდოდა წარმომედგინა, მზად ვარ კითხვებისთვის, თუ ესეთი არსებობს. მადლობა. შეკითხვები თუ გაქვთ? გთხოვდოთ. მადლობა. მე მაქვს ესეთი კითხვა.
ეს ცვლილებები ორმხრივი არის, ხო, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ზუსტად იგივენაირად ჩვენ გვაქვს იგივე უფლებები თურქეთში ალბათ, ხო, ჩვენ რო შევიტანოთ და იმათმა რაღაცა აწარმოონ. რამდენად ეს გაუნჯობესებს გაზრდის ექსპორტს ჩვენგან თქვენ თუ გაქვთ ესეთი ინფორმაცია. მადლობა კითხვისთვის. ეს როგორც გითხარით, ან ჩატარდა შესაბამისი კვლევა, რომელმაც დააიდენტიფიცირა თუ რომელ დარგებს შეუძლიათ ამ შემთხვევაში რომ ისარგებლონ ამ პრინციპით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებობს შესაბამისი წარმოების პოტენციალი, ნედლეული, რომელიც მანამდე შემოდიოდა თურქეთიდან, ვერ აკმაყოფილებდა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი გადამუშავება და გადიოდა ისევ თურქეთში და როგორც თურქული ისე მოხდებოდა უკვე ევროკავშირში, რითაც სარგებლობდა თურქეთის მწარმოებელი, ანუ აქ კი იქნებოდა დამატებით ღირებულება, მაგრამ საბოლოო ჯამში სარგებელი, რომელიც პირდაპირ მყიდველთან მოლაპარაკებებს და იქედან სარგებლის მიღებას აწარმოებდა, ეს იყო თურქეთის მწარმოებელი. ამ შემთხვევაში უკვე უშუალოდ ტექსტილის ნაწარმი მოგიყვანეთ მაგალითად, ქართველი მწარმოებელი აწარმოებს თვითონ ტექსტილის ნაწარმს და გააქვს უკვე პირდაპირ ევროკავშირში და არა თურქეთში არ გადის და ისე როგორც თურქეთიდან წარმოებული არ თავსდება თურქეთის ბაზარზე. ამიტომ მთელი ღირებულება რჩება საქართველოში ამ პროდუქტებიდან მიღებული სარგებელი. ერთ დავაზუსტებ, თუ გვაქვს ჩვენ ესეთი მიმართულება, რომ ღვინო გავიტანოთ, მაგალითად ყურძენი რო გავიტანოთ თურქეთში და იქიდან მერე მოვაყოთ. ღვინო არ ხვდება, მე აღვნიშნე ის, რომ სოფლის მეურნეობის ზოგადად სექტორი გამონაკლისში აქვს უშუალოდ თურქეთს, როდესაც ამ კონვენციას მიუერთდა. დანარჩენ ქვეყნებთან, იგივე ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ვრცელდება, მათ შორის ევროპის თავისუფალ ვაჭრობის ასოციაციასთანაც. და ასევე ჩვენც სოფლის მეურნეობა დაკეტილი გვაქვს თურქეთთან. ორხვევად არის ამბებული ამ შემთხვევაში კუმულაცია არ ვრცელდება, თორე ზოგადად თავისუფალი ვაჭრობა ვრცელდება, რა თქმა უნდა. მადლობა. სხვა შეკითხვები არ არის? ბატონ გენადის დიდი გამოცდილება აქვს და ვიცი ძალიან რთულია, მაგრამ იმედია მომავალში თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობაც გადაიხედება. ძალიან მძიმე ხელშეკრულება არის ჩვენთვის და იმედი მაქვს რომ წინა ხელისუფლების დროს დადებული სხოტაშვილს. კარგით, მაშინ ხარი დაუჭიროთ თქვენის ნებართვით. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების ალექსანდრე ტაბაძეძის, თენგიზ შარმანაშვილის, გია ბენაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, იოსებ ჯორვენაძის, გენრიეტა წიწავას და ირაკლი ხელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ალექსანდრე ტაბაძეძე. გთხოვთ ბატონო. მადლობა, მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსვენით წარმოგიდგენთ კანონის პროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მე მოკლედ გეტყვით თუ რაში მდგომარეობს ამ კანონპროექტის არსი. პროექტი მიზნად ისახავს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სანებართო პირობების კონტროლის ხელშეკრულებას. ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონის შესაბამისად სამინისტროში გაიცემა შემდეგი სახის ნებართვები. ეს არის სამოქალაქო იარაღის, შესასრული იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ვაზნების, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. ასევე სამინისტრო გასცემს სამხედრო პროდუქციაზე ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვებს, იარაღის კოლექციონერებისა და ექსპონირების ნებართვას. კანონის თანახმად დღევანდელ დღეს სანებართო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ნებართვის გამცემის სუბიექტი, ანუ თავდაცვის სამინისტრო. აღნიშნული პროცესის სრულყოფილად განხორციელების მიზნით რიგ შემთხვევაში საჭიროა საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნას ისეთი ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით შეიძლება მიეკუთვნებოდეს საიდუმლო ინფორმაციას. და ასეც იცვლება თავდაცვის სამინისტროს, რა თქმა უნდა, გაუჩენს უფრო მეტ მოქნილობას აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, საგადასახადო საიდუმლოების უფლებაზე კონკრეტული ჩამონათვალია, რომელსაც ახორციელებენ ეს ორგანოები და ჩვენ ამ კანონპროექტის მიხედვით გვინდა რომ დავამატოთ თავდაცვის უწყება. ეს ცვლილება ეხება საგადასახადო კოდექსის 39 მუხლის მეორე ნაწილს. და აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე ეს უფლება მინიჭებული იქნება, რა თქმა უნდა, მას
ისედაც უნდა გქონდეს თქმა რა თქმა უნდა, როდესაც სანებართო სისტემას გასცემს გარკვეული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომ მიიღოს დაუყოვნებლივ თავდაცვის სამინისტრომ, ეს არის ძირითადი არსი. მაგრამ აქვე აღნიშნავ, რომ ეს ეხება მხოლოდ გამოთხოვილი ინფორმაცია იქნება, რომელიც დაკავშირებული იქნება მხოლოდ იარაღის შესახებ, სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სხვა სანებართო პირობებს. ეს არის სულ კანონპროექტის არსი და გთხოვთ მხარდაჭერას. მადლობა შეკითხვები თუ არის. ესე იგი კოლეგებო დავამატებ, ესე იგი ჩამონათვალია საგადასახადო კოდექსში, ვის აქვს ამის უფლება ემატება თავდაცვის სამინისტრო, ოღონდ კონკრეტული მიზნების, ზოგადად კი არა როგორც უნდა, კონკრეტული მიზნების. ჩვენ მაინც გავაგზავნეთ მთავრობაში, მათი მოსაზრება გვაინტერესებდა და ფინანსთა სამინისტროდანაც და იუსტიციიდან მოგვივიდა თანხმობა. ამიტომ მე მგონი ხარი დაუჭიროთ. მადლობთ. ჩვენ ორი საკითხი დაგვრჩა. გალბატონო ირინა იქ მორჩა? კარგით, მაშინ ჩვენ ბოლო საკითხი დაველოდოთ წინცადეს, მანამდე სხვა საკითხი გვაქვს და გავიაროთ. ჩვენ გვაქვს ბოლო საკითხი გქონდა და გადმოვიტან წინ სანამ მობრძანდება. ჩვენ რაც განვიხილეთ დღეს აუდიტის ანგარიშები რთული არ იყო, რეკომენდაციებს ყველას ეთანხმებოდნენ და ჩვენმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს ის რეკომენდაციები, რომელზეც ჩვენ საუბარი გქონდა. საბედნიეროდ რაიმე განსხვავებული მოსაზრება არ ქონია, ეთანხმებიან რეკომენდაციებს და წარმოდგენილი აქვთ გეგმა როგორ შეასრულოთ და დავამტკიცოთ კომიტეტმა თქვენის ნებართვით. მაინც რომ არ გამოგვივიდეს ისე წავიკითხა. ეს ეხება ერთი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შესაბამისის აუდიტის ანგარიშს და მეორე ეხება შრომის უსაფრთხოების პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს. კარგი, ახლა ბატონი გიორგი და თუ მოვამალე ბატონი ვახტანგი თუ არა და შემდეგ კომიტეტზე განვიხილოთ რაც. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ. დიდი მადლობა. აღნიშნული საკითხი ეხება ინტერნეტ ფართოზოლოვანი ინტერნეტის პროექტს, კერძოდ მოგეხსენებათ, უკვე მიღებულია დაახლოებით 5 წლის წინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც ყველა დასახლებაში, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი უკაცრავად მოსახლე არის, რეალურად იქ ცხოვრობს, რომ იყოს უზრუნველყოფილი და სადაც კერძო სექტორს არ აქვს ინტერნეტის მიწოდება, რომ იყოს ბოჭკოვანი კაბელი ყველგან გაყვანილი. ამისთვის ჩვენ 35,700,000 ევრო ქონდა ნასესხები მსოფლიო ბანკიდან, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკიდან იყო დაახლოებით 34 მილიონი ევრო ნასესხები და ამ თანხების ფარგლებში უკვე სამუშაოები დიდწილად მიდის, ნაწილი მათგანი უკვე დასრულებულია, ნაწილი მათგანი წელს სრულდება, თუმცა იმისათვის რომ ყველა დასახლებული პუნქტი მოვიცვათ, ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა წინადადებები და დამატებით საჭირო იყო დაახლოებით 38 მილიონ დოლარამდე, ამაში შედის როგორც უშუალოდ სამუშაოები, ასევე ზედამხედველობის ხარჯი, გარკვეული ტექნიკის შესყიდვა, აპარატურის შესყიდვა, რომელიც საჭიროა ამ ბოჭკოვანი ხაზების ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, ჩვენ მქონდა მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან და მიღწეულია შეთანხმება დამატებით ამ პროექტის სრულყოფილად დაფინანსების მიზნით, დამატებით გამოიყოს 35,400,000 ევრო და სწორედ აღნიშნული საკითხი თქვენს წინაშე წარმოდგენილი, რაც შეეხება სესხის პირობებს, არის 25 წლიანი სესხი, მათ შორის 10 წელი არის შეღავათიანი პერიოდი, საპროცედო განაკვეთი არის 6 თვიანი ევრიბორზე დაფუძნებული და ემატება 1,8% ფიქსირებული მარჟა და ამ პროექტის განმახორციელებელი კვლავ ეკონომიკის სამინისტრო იქნება, ეგრეთ წოდებული IP Open-net-ის მეშვეობით, რომელიც ახორციელებს დღეს რეალურად ამ პროექტს. ეს არის წარმოდგენილი ხელშეკრულების ძირითადი არსი. კი ბატონო, ბატონი ილია, ბატონი ბეჟანი და როგორც გნებავთ პირველი მანაცია ხელი. გასაგებია, ეს სესხი, რომელიც აქამდე იყო აღებული, თქვენ აღნიშნეთ, რომ ორჯერ იყო 35 და 25 დაახლოებით. რამდენი პროცენტით შესრულდა სამუშაოები ამ აღებული სესხით, რამდენად დამთავრდა ის პროექტი, რამდენი პროცენტი არის შესრულებული და
ეს 35 კიდე მესამე ნაწილი გამოდის ფაქტიურად ამ პროექტის დასასრულებლად რა პროცენტი უნდა იქნეს საქართველოს მოსახლეობის სოფლების და დასახლებული პუნქტების დაფარული ამ თანხით. ბატონო ბეჟანი ეს პირველ ეტაპზე ის მაინტერესებს ხო მე თუ რაღაცა დავაზუსტებ კითხოს ბატონო ბეჟანი ბატონო გიორგი ეს მე როგორც გავიგე ესე იგი დაბებში სოფლებში თუ ადგილებში სადაც რაოდენობა ის არის რა თქვენ თქვით ყველგან უნდა გააკეთდეს გასაგებია და კარგია მაგრამ ბევრგან ძალიან ბევრგან შესულია მაგრამ აი ეს თანხები რაც არის სრულად ფარავს თუ კიდევ უკვე გასაკეთებელი იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადგილებია იმ რაოდენობაზე გაცილებით მეტი სადაც ეს არ არის და სადაც კერძო სექტორია შესული იქ იქნება და იქნება ალბათ შეუულებრივად და ეს არის ცენტრალური ხაზი გაიყვანება რომლის მერე შემდეგ ინსტალაცია ხდება ალბათ მოსახლეების მიერ და აი ეს ასრულებს საქართველოში აი ეს საინტერესოა და როდის იქნება ერთი წელი რამდენ წლიანია ეს ხი როდის იწყება როდის თავდება და როდის უნდა ველოდოთ სრულად საქართველოში აი ამ პროექტების დასრულებას სხვა შეკითხვები არ არის ბატონი ვახტანგი მოგეხმარებათ მე კი უკვე ვესაუბრე და მითხრა მაგრამ კარგი იქნება დავზანდეთ გაიცით პასუხი და მე თან კი ბატონო პრეზენტაციაზე ვსაუბრობთ და შინაარსობრივად კითხვა ერთ და იგივე იყო დავიწყეთ იმას თუ რა არის შესრულებული წინა ორი სესხი ანუ ორი წყაროდან დამოხდა თავიდანვე დაფინანსება ეს ერთობლივად იყო მიღებული გადაწყვეტილება რომ სოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის იმიტომ რომ ორივე ამ საფინანსო ინსტიტუტს უნდა და ამ პროექტში თანამონაწილეობა შესაბამისად ორივე სესხი იქნა აღებული სოფლიო ბანკის უფრო მეტია ათვისებული ვიდრე ევროპის საინვესტიციო ბანკის თუმცა მომდევნო წლის ბოლოსთვის ვფიქრობთ რომ ის 20 ორი სესხი ორივე ამოწურვა მოხდება რაც შეეხება ეს დამატებით 35 მილიონ 400.000 ევრო ეს უკვე ფარავს სრულად მთელ საქართველოს სადაც არის შესაბამისი კრიტერიუმები და სადაც კერძო სექტორი არ არის რა თქმა უნდა კერძო სექტორი სადაც შესულია იქ კერძო სექტორი აგრძელებს ოპერირებას აქაც ჩვენი იქნება ცენტრალური მაგისტრალური ხაზი ასე ვთქვათ დანარჩენი უკვე ოპერირება მოხდება კერძო სექტორის მიერ და პროექტის ვადა არის 2027 წლის 31 დეკემბერი ანუ მომდევნო 2 წელიწადში უნდა მოხდეს ამ პროექტების დასრულება. თვითონ პროცესი რო დაიწყება რატიფიცირების შემდგომ სესხი უკვე აღებულია, თუმცა ტენდერების გამოცხადება დიდწილად იქნება მომდევნო წლის პირველ კვარტალში, სავარაუდოდ გამოცხადება ნაწილი დასრულდება კიდევაც და მერე უკვე წავა სამუშაოების შესრულების ეტაპები. ბატონო ბეჟანი მეც დავსვამ შეკითხვას და შეიძლება შევავსოთ მე ერთად. ესე იგი ამ თემაზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და უნდა მორჩენილიყო 25 წელს. ნუ არ მორჩა, მაგრამ იმედი მაქვს რომ 27-ში მორჩება. იდეა იყო რომ კომპანიები, რომლებსაც ინტერესი აქვს და მონგებიანი მათთვის თვითონ შედიან და აკეთებენ სოფლებში. მაგრამ იმნაირ ადგილებში, სადაც მათთვის მონგებიანი არ არის, ან მაღალმთიანი ან რაღაც, იქ სახელმწიფო აკეთებს, რაც ბრძანეთ ამ შესვლას ამ ინტერნეტზე. მე ახლა 27-ში ვრჩებით, მაგრამ ისე არ გამოვიდეს მე რომ 27-ში ეს ხაზი კი მივიდა ეგ საბჭომდე, როგორც წესი იქ მიყავთ ხოლმე რა ვიცი რატო ყოფილი ის რომ ხო ცენტრალური და მე კიდე 5 წელი არ დაჭირდეს რომ იქ ვინ იქნება ამის ორგანიზატორი რო ჩაშალოს მოსახლეობაში ეს ერთი და მეორე კერძო სექტორზე გახსოვთ ჩვენ რამოდენიმე ჯერ შეხვედრაც ჰქონდა ეს კერძო სექტორიც რომელიც ამბობს რომ ამ სოფლებს მე გავაკეთებ თქვენი დახმარება არ მჭირდება ისინიც მაგას ამბობენ რომ ესე იგი აკეთებენ ცენტრამდე და მე ჩაშლა არ ვიცით როდის მორჩება ასე არის უამრავი სოფელი რომ მიყვანილია უკვე გაყვანილია და არ არის განაწილებული თუ არ ვიცი რა ქვია მას და ახლა ბატონი ბეჟანიც დაამატებს და ეს მაინტერესებდა. ანუ გავიგე რომ ინტერნეტი ყველა სოფელში შევა უმეტესგან კერძო სექტორს შეყვანილი წავს თქვენს, მაგრამ როდის იქნება ამის რეალიზება მოსახლეობამდე რომ მივიდეს. აი როგორც იტყვიან სასაქონლო სახეს როდის მიიღებს. ბატონი ბეჟანი, ბატონი ილია დააზუსტებს კიდე. ბატონო გიორგი, ეს გავიგეთ და კარგია რომ ეს კეთდება ცენტრალური ხაზი, მაგრამ აი როდესაც კერძო სექტორი შევა და მოითხოვს ან ნუ ტენდერი გამოცხადება თუ რაღაცა რომ უფასოდ აძლევთ ამ ხაზს თუ მასში გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს, ეს გვაინტერესებს და მეორე როგორ იქნება ეს აი რანაირად უნდა გაკეთოს ახლა თუ მას დღეს სწორად თქვა იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით ჩვენ სოფლებში და მაშინ ბევრგან არის კერძო სექტორი შემოვიდა
და თვითონ გააკეთა და მეორე თავარი პრობლემა და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქ არის რომ სად უნდა გავიდეს ეს კაბელი, იმიტომ რომ არც ერთი ელექტროსისტემები არ აძლევენ იმის საშუალებას რომ მათ ხაზზე გაატაროთ, ხაზის ქვემოთ გაატაროთ. ამიტომ თვითონ აკეთებენ დამოუკიდებელ გაყვანილობას საჰაეროს თუ მიწისქვეშა თუ როგორ მიწისქვეშა. კარგავით. ბატონ ბეჟან, აი ნაწილობრივ აგიხსნით რა რეალობაში ვართ ამ მიმართულებით. ესე იგი, კერძო სექტორს რაღაც კონკრეტული დასახლებული პუნქტების მიმართულებით ასეთი მაგისტრალის მშენებლობა ძალიან ძვირი უждდება. ამიტომ სახელმწიფო აკეთებს მაგისტრალის მშენებლობას და აქ არ არის საუბარი ინტერნეტის მიწოდებაზე. ინტერნეტის მიწოდება უკვე კომერციულ სექტორს, კერძო კომპანიები არიან თუ მათ სურვილი ექნებათ, დაინტერესებული იქნებიან, რომ მე განავითარონ მათი ინფრასტრუქტურა უკვე იმ დასახლებულ პუნქტში, ეს იმ ადგილამდე მისასვლელი მშენებლობა და ყველაზე ერთ-ერთი გაკეთებულია უფასოდ არის? არა, თვითონ კაბელი ტრანსპორტი, ასე ვთქვათ, რომ კონკრეტულ B წერტილამდე მივიდეს საკომუნიკაციო კვანძი და იმის მერე კერძო კომპანიებმა განავითარონ უკვე თავიანთი ქსელი, ამაზეა საუბარი და ეს უნდა აიღოს თუ რამე სხვანაირად არის შევასწოროთ, მაინც დავამთავრებ რა. უნდა იქირაოს სახელმწიფოსგან ეს მაგისტრალი და მერე განავითაროს თავისი ქსელი. იმ ადგილებში, სადაც უკვე დამთავრდა მშენებლობა, როგორი სტატისტიკა გვაქვს დაინტერესება კერძო სტრუქტურები, კერძო კომპანიებიდან ამ მოდელზე, ამ მოდელით მუშაობის. აი ის ნაწილი, რაც სადაც დამთავრდა სამუშაოები, სადაც ჩააბარეს უკვე ეს მშენებლობა, რა პროცენტი არის დატვირთულობა ამ პროექტის, რომ ჩვენ წარმოდგენა გქონდეს, ამხელა ვალს ვიღებთ, ამხელა ფულს ხარჯავთ და იმედით იმისი, რომ კერძო სექტორი დაინტერესდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტში განავითაროს თავისი ქსელი, ეს ესე მუშაობს თუ არა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც გვაქვს. ეს არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ინტერნეტი არ ექნება მოსახლეობას უფასო, როგორც ხვდები, ეს კომერციული იქნება, ეს რო არ ეგონოს ვინმეს, რომ სახელმწიფო იღებს და სახელმწიფო გაუკეთებს ინტერნეტს დასახლებულ პუნქტს, ეს ესე არ არის. სახელმწიფო ამას აშენებს იმისთვის, რომ ეს მაგისტრალი იქნეს მიქირავებული კერძო სექტორზე. აი, კითხვა არის შემდეგში, რომ რამ პროცენტული დატვირთვა გვაქვს და რო წარმოდგენა შეგვექმნას, მუშაობს თუ არა ეს მოდელი, რისთვისაც ჩვენ ამხელა ვალს ვიღებთ. მადლობა. ბატონი ვახტანგი უპასუხებს უბრალოდ აი ამ მუშაობაზე და კერძო სექტორი რამდენად ჩართული, ანუ პროცენტული მაჩვენებელი შეიძლება სწორად არ მოხდეს სწორი ინდიკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთია რომ კერძო სექტორი მცათ არის რომ მიაწოდოს, თუმცა მოთხოვნაც არის მეორე თემა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი მოსახლე უბრალოდ არ ითხოვდეს ინტერნეტს და ანუ იგივე თემა გაზის ხდება ხოლმე, ნუ გავიყვანთ გასადენს და მე ნაწილი მოსახლეობა ანუ არ უნდა დაერთება და ესეთები არის, ანუ კერძო სექტორი შეიძლება მზადყოფნა მეტი იყოს, უბრალოდ პროცენტულობა მაინც ნაკლები გამოგვივიდეს და დანარჩენს ბატონი ვახტანგი უპასუხებს პროდუქტი. კი, მაგრამ ჩვენ მაინც სახელი გვაქვს ის ვალი, რომელსაც ვიღებთ და რა ფულითაც ამას ვაშენებთ, ეს ფული ჩვენ გზა, ეს არის გზა ავაშენეთ ჩვენ, ეგრეა და გადასახდელია, კი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კითხვებისთვის. პირველი გიპასუხეთ ბატონო ბეჟან. ანუ როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც ხორციელდება სესხით, თუმცა როდესაც ხდება თვითონ კერძო სექტორის შემოსვლა, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი იხდის აღნიშნულ pop-up ქსელზე დაერთებისთვის, ასე ვთქვათ, კონკრეტულ გადასახადს. ანუ ეს არის გააჩნია რამდენ კილომეტრს იყენებს, კილომეტრებით განსაზღვრული დადგენილი გადასახადია, რომელსაც ასე ვთქვათ, იჯარის სახით იხდის. საბოლოო ჯამში აღნიშნული პროექტი რო იყოს სრულიად კომერციული, ამისი ხედვა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია რომ მოხდეს ჯამურად მოსახლეობისთვის, თლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სწრაფი ინტერნეტის მიწოდება, ვიდრე იმისი, რომ ეს იყოს მთლიანად კომერციულ საწყისებზე ორიენტირებული პროექტი. ეს პროექტი შედგება ასევე, რა თქმა უნდა, სოციალური ნაწილისგან და იმისი ილუზია არავის არ ქონდა ეს პროექტი რო იწყებოდა, რომ მომდევნო 10 წელიწადში ამ ღირებულების ამოღება მოხდებოდა, ასე ვთქვათ, იჯარიდან გაცემული შემოსავლებით. ხო, რაც შეეხება ბატონო
რაც შეეხება თვითონ კერძო სექტორის მიერ ფაქტობრივად ყველა დასახლებული პუნქტის ათვისებას გეთანხმებით რომ არის სოფლები და არის გამოწვევა კიდევ რომლის ფარგლებში მიუხედავ არ წარმოიდგინოთ ისე რომ რაღაც ახლა მასიურად მიდის აი ჩვენ რაიონებში მაგალითად სადაც ჩემი ეს არის სამაჟორიტარო გაიყვანეს ეხლახან გაიყვანეს ამ წლებში გაიყვანეს ის თავარი ხაზები გაიყვანეს სოფლები ერთდება მაგრამ ის ტემპი არ არის როგორც გვინდა აი სოფლებში არის ასული ხაზი მაგრამ დაქსელო არ არის გაკეთებული ხო და აი რას ფიქრობთ ან სტიმულირება გავუკეთოთ ან რაღაცა რომ ეს მოხდეს ითხოვს მოსახლეობა უბრალოდ ვერ ახერხებს კერძო სექტორი გადატვირთულია კი ბატონო, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ შევისწავლეთ მათ შორის საერთაშორისო გამოცდილება, არაერთგვაროვანია საერთაშორისო გამოცდილება, თუ როგორ ასტიმულირებენ ისინი უშუალოდ კერძო სექტორს იმ სოფლების შესასვლელად, რომელიც მიუხედავად აი ამ დიდი ხარჯისა, რაც სახელმწიფომ გაიგო, მაინც არაკომერციულად გაუმართლებელია კერძო სექტორის შესვლა, არის ერთის მხრივ ინფრასტრუქტურული, ანუ ეგრეთ წოდებული კაპექსის თანადაფინანსებაში შესვლის ალტერნატივა, რომელსაც რიგი ქვეყნები მიმართავენ, არის მეორე ვარიანტი, რომ სოციალურ საწყისებზე აღნიშნული პროექტის განხორციელება ასევე უშუალოდ იმ კომპანიამ გააკეთოს IP-მ, ამ შემთხვევაში Open.net-მა თვითონ მოახდენოს ასე ეგრეთ წოდებული სოფლების დაქსელვა და შემდგომ იჯარით გადასცეს ესეც უკვე კერძო სექტორს მას შემდეგ რაც სრულად იქნება დაქსელელი. ბატონო ბეჟან, ამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის პატარა კვლევაც გავაკეთეთ სოფლიო ბანკთან ერთად, ჯერჯერობით კონცეფციაზე თუ რა მიმართულებით წავალთ, იქნება ეს კაპექსების თანადაფინანსებაში შესვლა და ამითი სტიმულირება კერძო სექტორის თუ იქნება ეს უშუალოდ ჩვენი სახელმწიფო ჩართულობით აი აღნიშნული სოფლების დაქსელვა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, თუმცა წლის ბოლომდე უკვე ამაზე გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილება და შესაბამისად მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც. აი ხა თქვენ რაც აღნიშნეთ რომ ეს გადაწყვეტილება არა გაქვთ ჯერ ბოლომდე გარკვეული რა მიმართულებით წახვალთ მოგიწევთ თუ არა შიდა ქსელის მშენებლობაც აი ეს სესხი ხა რაზეც გაქვთ ჩემოტანილი თანხმობაზე ეს სესხი მოიცავს ამ შიდა ქსელს თუ ეს კიდე მერე უნდა დაგჭირდეს შიდა ქსელის მშენებლობისთვის კიდე ცალკე დამატებით რაღაცა სესხის აღება ეს არის მხოლოდ კაი კითხვა არის მხოლოდ მაგისტრალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა მათ შორის საზღვრიდან საზღვრამდე დაერთების წერტილებიც საჭიროება რომ დადგეს რომ აღნიშნული მიმართულებითაც იყოს დაერთების საშუალება თუმცა არ მოიცავს ეს სესხი თვითონ შიდა დაქსელვის ნაწილს ალბათ ამ მიმართულებით თუ იქნება გადაწყვეტილება რა მიმართულებით წავიდეთ როგორც აღინიშნა დამატებით დაფინანსება არ დაგჭირდება ეს შეიძლება იყოს უკვე გააჩნია ხარჯები რა იქნება შესაძლებელია თუმცა ბიუჯეტის კანონში იქნება ამ მიმართულებით მოთხოვნა უკვე და ბიუჯეტში ვეცდებით საკუთარი რესურსები და მე რა მგონია იცი აი როგორ ინვენტარიზაცია რო აი ეს პროცესი რო დაიწყება შესაძლებელი იქნება ჩავატაროთ ინვენტარიზაცია რაზე გადის აუდიტი ხო ჩავატაროთ აუდიტი და ინვენტარიზაცია სად რა რაოდენობაზე გადის ეს შეიძლება ისე იმდენად მცირეა რომ ჩვენ მას ან რეგიონებს დავუმატოთ და რაღაცა მოვიფიქროთ რა და რა ჯდება საერთო ჯამში იმიტომ რომ არ ამგონი ეხლა უკვე ისეთ დიდ სოფლებში საშუალო ზომის სოფლებში და კიდევ უფრო ეს ძირითადად დარჩენილია მცირე მთიან სოფლებში რომელშიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მაგრამ რამდენი ეს კაციშვილმა არის ამიტომ რაზე გავდივართ რა თანხებია შეიძლება არ დღეს საუბარი იმაზე რომ შეიძლება საერთოდ ჩვენ გავაკეთოთ და მე მართვაში გადავცეთ იმ კერძო კომპანიას რომელიც შემდეგ შეუძლია ეს მართოს აი ეს არის დასადგენი და მე მგონი აი ამ პროცესს რო დავიწყებთ უკვე ბევრგან გაკეთდა ბევრი ამ თანხით გაკეთდება და პარალელურად შეგვიძლია ჩვენ აუდიტი ჩავატაროთ და ინვენტარიზაციით ვიცით და ინვენტარიზაცია თუ რა არის ეს და ამიტომ მივხვდეთ შემდეგ მე მგონი ეს
ბატონ თავმჯდომარე, თქვენ ხო არ ფიქრობთ, რომ ეს აუდიტის ბატონ ბეჟანმა რაც აღნიშნა, საინტერესო იქნებოდა იმ შესრულებული სამუშაოების გადახედვას, ეს ერთი წელი არ არის, რაც მიმდინარეობს. ძალიან კარგია კერძო კომპანიებს ეს აძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ მათი ქსელი და მათი შემოსავლის წყაროს კიდევ უფრო გაიზარდოს, თუმცა საინტერესოა როგორ მიმდინარეობს ამ წლების განმავლობაში იმ სესხის და ეფექტურობა როგორია ამ ყველაფრის და ესეთი წინადადება მაქვს თუ თქვენ ხართ დაუჭერთ. კი ბატონო, მაგრამ მაგ ყველაფერი იციან, ამათო უბრალოდ რამოდენიმე შეხვედრა ჰქონდა, მაინტერესებდა ეს თემა ბატონო ახტარდა. ესა ძირითადი პრობლემა რა არის, ის კი არ არის მაღალთიანი სოფლები, ის მორჩება, ჩვენ გავიყვანთ იქ ან იმ შეღავათით იქნება ან რაღაც კერძო სექტორს, რომელმაც თქვა, მაგალითად ჩემ რაიონში პირობითად ნახული მაქვს. დიდი სოფლები, პატარა კი არა, დიდი სოფლები, რომელიც მესთვის საინტერესოა, გაყვანილი ყავს ხაზი, მაგრამ დაქსელვას არ აკეთებს. არ ვიცი, ხალხი არ ყავს, მატერიალური ხარია თუ რაღაც და პირველ რიგში ეს მე მაშინ გთხოვეთ თუ გახსოვთ რომ ჯერ მოვიწვიოთ ეს კომპანიები და გვითხრან ეს არის 90% შეიძლება მეტიც როდის რას აკეთებენ რომ წარმოდგენა გქონდეს და ეს ცუდად გამომწვერე მოვიცილოთ ეს თემა რომ ამას აკეთებს კერძო სექტორი და ამ პერიოდში თქვა გაიცათ ეს მორჩება მარტვილი ჯიათურა ასე და ასე შემდეგ რა სადაც გვითხრეს დიდ სოფლებს და რაც დარჩება მე პატარა სოფლები სადაც სამთარში ხალხი არ არის ზაფხულში არის და რაღაც აი მად რასაც ბრძანებს მათ უნდა მოვიფიქროთ ესეც იციან რომელი ასეთი სოფლები მათ უნდა მოვიფიქროთ რომ თუ არ შედის ჯერ ნახოთ რო გავიყვანთ ხაზებს შეიძლება შევიდნენ თუ არ შედის რა გავაკეთოთ რომ ეს შეიძლება ადგილობრივ თვითმმართველობაც და ფინანსოს ან რაღაც აი ამაში არის თელ და ძალიან გთხოვთ აი რაც ახლა ვისაუბრეთ რაც თქვი რომ იქნებ წლის ბოლომდე გქონდეს წარმოდგენა რა ხდება რა კი, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობთ ბატონო პაატა და აი როგორც გითხარით, საერთაშორისო გამოცდილება უკვე მოკვლეული გვაქვს და კონკრეტულ კონცეფციაზე ფაქტობრივად შეთანხმების ეტაპზე ვართ, რომლის შემდეგაც უკვე ხედვა რაც იქნება გადაწყვეტილება როგორ მივდივარ. არა, რა თქმა უნდა, მაგას კარგად ვიხენებთ. მაშინ ჩვენ სხვაგან წავედით, სხვაგან არა, კარგად წავედით, მაგრამ მე მგონი ხარდაჭერა ყველა ვარიანტი შევძლებთ. ვინ არის მომხრე? კარგი. და კი, ძალიან საინტერესო მე ხო გეუბნებით რამოდენიმე ჯერ ქონდა ჩვენ შეხვედრა უბრალოდ ეს კერძო სექტორთან ცოტა ჭირს ამ თემის ისა რა. მაგრამ უნდა გავაკეთოთ. და ბოლო საკითხი საქართველოს სარუის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოსა და რეკონსტრუქცისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 2 ცვლილების წერილ შეთანხმება. მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ ცინცაძე. განსახილველად წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 აგვისტოს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასახლის შეთანხმების პროექტ ნომერი 2 ცვლილების წერილ შეთანხმებას. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ინტერნეტიზაციის პროექტზე და აღნიშნული მიმართულებით აღარ გავაგრძელებ საუბარს. უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ აღნიშნული შეთანხმების წერილ შეთანხმება ითვალისწინებს ერთის მხრივ სესხის ვადის გადაწევას ნაცვლად 2025 წლის დეკემბრისა 2027 წლის დეკემბრამდე, რაც მათ შორის გამოწვეულია იმ დამატებით დაფინანსებით, რომელიც რატიფიცირებაზეც ეხლა ჩემმა კოლეგამ ისაუბრა და მეორეს მხრივ ეს არის თანხების ჩამორიცხვის ნაწილში ცვლილება, რომელიც უკვე მორგებული იქნება ახალ რეალობას იმ დამატებების გათვალისწინებით, რაც დაემატება აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაგვემატება. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? არ მხარი დაუჭიროთ მაშინ. მადლობა ყველას წარმატებას გისურვებთ. წარმატებულ კვირას.